დიდი თქვენი რეაქცია იყო ყველაზე ზუსტი, სხვა შორის წინა გადაცემაშიც წავიკითხე თქვენი პოსტი. აი რაღაცნაირად Facebook-ზე რომ ნახე და ყველა სათქმელი ალბათ ეგ იყო, ხო, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება. თქვენი განცდების შესახებ, როგორც მოქალაქის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის, ადამიანის, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ პროტესტის პროცესში და არა მხოლოდ თქვენ, ხო? და იბრძვის და არა მარტო ამ პროტესტისას. კი ბატონო, დღეს რაღაც ისეთ უცნაურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. მე პირადად მართლა ვერაფერზე ვეღარ ვაკეთებ ხოლმე გადაცემებს იმის გარდა, რომ ვისაუბროთ ამ უდანაშაულო ციხეში გამოკეტილ ადამიანებზე. შეგზარათ ალბათ, ხო, იმ დღემ ამ პოსტმა ამაზე ცხადად თქვა პრინციპი. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ესე მოხდა, მე არასდროს სასამართლოს არ დავსწრები ვარ, რაღაცა ერთზე, ადრე უბრალოდ მაინტერესებდა რა არის და ეხლა მთელია ეს პერიოდი რაღაცნაირად ჩემი თავი მიუძღვენი სასამართლოს და ძალიან მაინტერესებდა შიგნით რა ხდება და მართლა კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ალბათ დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ დამოუკიდებლები არასდროს არ ყოფილვართ, იმიტომ რომ ფუნდამენტი არ აგვიწყვია არასდროს, იმიტომ რომ სასამართლო არ ყოფილა თავისუფალი არც ერთ ეტაპზე. და ეს იყო ძალიან რთული სანახავი თვითონ აი ამ პროცესების დროს თავისი ცრუმოწმეებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი პროფესია კიდე ამ დროს გამო მოხდა ისე რომ თითქმის ძალიან ბევრი მსახიობი ვიყავით და თეატრის წარმომადგენლები იქ, რომლებიც პრინციპში აი ამ დეტექტიურ სიუჟეტებს, რასაც პიესა ქვია, მიუყვებით ამოცნობას, რაღაცა გვაქვს და მე მიუყვებით ამ იმას და აი ესეთი დეტექტიური სიუჟეტები იყო ჩვენთვის და ძალიან თვალსაჩინო იყო, როგორ ხდებოდა ერთი და იგივე ტექსტები, საერთოდ და ძალიან რთული სანახავი იყო აბსოლუტურად პროკურორების სიმშვიდე და უკვე რო ხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5, 6, 7 თვე იქნება პროცესი, იმდენად 7-ად იყვნენ, რომ განაჩენი უკვე სახეზე ჰქონდათ. ამის დაკვირვება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად მშობლები და ახლობლები იყვნენ, ხო? მე ანდრო ყავს ორჯერ ნანახი, ანდრო გავიცანი ციხიდან. და უკვე დაჭერილი ანდრო უკვე დაჭერილი ანდრო, იმიტომ რომ მისი სპექტაკლები და სპექტაკლის შემდეგ მილოცვით შემოიფარგლა ჩვენი ნაცნობობა, ძალიან მომწონდა, როგორც ამ პროფესიაში დამწყები ადამიანი და მართლა რაღაცა ისეთი პოზიტიური ის მოდიოდა მისგან რაღაცნაირი სხვანაირი განსხვავებული, რომ აი რო გაინტერესებს მე რა იქნება. ეს არ იყო თქვათ ნაცნობისთვის ან ახლობლისთვის ან რაღაცისთვის თავდადება ასე ვთქვათ, რომ იქ ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ და ნათესავები და აი ამ ამას უყურებდნენ, აი ამ ხელა უსამართლობას, იმიტომ საოცრება ის იყო რა სოლიდარობაც და რა ერთსულოვნებაც თქვენ ყველამ ერთად რეალურად თქვენ სფეროზე დადგა, თქვენი სფეროს წარმომადგენლებზე, თქვენზე პირველივე დღეებიდან პროტესტი, რომელიც ეხლაც არ ცხრება, ხო, ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი სოლიდარობა იყო. შეიძლება ითქვას ქართული რეალობისთვის ცოტა უჩვეულო სოლიდარობაც კი იყო და მაშინ უფრო მეტი სული შეიძინა თითქოს ამ პროტესტმა, აი ამ თქვენი თავგანწირული ბრძოლით, ხო, გეთანხმებით, აი ანდროს შემთხვევა, ანდროს თემაც კიდე სხვებზე რომ განვაზოგადოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო და მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არის. არა, იმიტომ რომ აქ ხო არ არის, აი ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ვისმენ ხოლმე, ვკითხულობ აი კომენტარებს და რაღაცებს და საზოგადოება არ არის ინფორმირებული ერთ რამეზე. კი, იყო
მეც იქ ვიყავი და ხედავდი ვთქვათ იმ ფეერვერკებს და ის პოლიციელები რომლებიც დაზიანდნენ და დაზარალდნენ მართლა ყვარიტყუებიან იმათაც რაღაცა თავის საბუთები ჰქონდათ რომ ექიმს მიაკითხეს და რაღაცა და ეს იყო ეს შემთხვევები იმიტომ რომ მართლა დიდი ამბავი ხდებოდა იქ მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანებს ხო ვერც ერთს ვერ დაუმტკიცდა დაზიანება იმ კონკრეტული პოლიციელის რომლებიც მოწმეებად მოდიოდნენ ამაზეა საუბარი ანუ რეალურად ჩვენ არ ვიცით ვინ ჩაიდინა ის ვინც ჩაიდინა ისინი არ არიან დაპატიმრებულები არიან ადამიანები რომლებიც აი ესე წაიყვანეს უბრალოდ და დაარქვეს სახელი რომ ეს ეხლა ესენი რახან აქ არიან ჩაცხრა პროცესი და არ არის ეს ასე. მაიამ თქვა სხვა ჩვეულის მწარეაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში სააპელაციო სასამართლოში რომ დანიშნული დამნაშავეო. აი მზიაზე როცა საუბრობდა ყველანი რეალურად ესენი აღმოჩნდნენ დანიშნული დამნაშავეები. ხო და ამაშია საქმე რა თქმა უნდა არც ერთ იმ ქვეყანაში როგორიც გვინდა რომ ვიყოთ და რომელსაც გვინდა რომ გავდეთ ან ჩვენთვის რაღაც ყველგან დანაშაულს დანაშაული ქვია, აგრესიას აგრესია ქვია და მართლმსაჯულებას მართლმსაჯულება ქვია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება არ არსებობს, აი ამ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, ხო? სადაც დავდიოდით, მტკიცებულება რომ არ არის წარმოუდგენელია რანაირად შეიძლება იხდიდნენ სასჯელს ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რაღაცაზე მტკიცებულება არ გააჩნია. ეს იგრძნობოდა, ხო, ამ სასამართლო პროცესზე. იმიტომ რომ თვითონ ესენი ამბობდნენ ეს ადამიანები, ვინც მოდიოდნენ და ჩვენებებს აძლევდნენ, რომ აი ამ კონკრეტულად ამ ადამიანების მიმართ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო, იძახდნენ თვითონ. აბა რის საფუძველზე სხედან მაშინ ისინი? ვერ გავიგეთ, დღემდე ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ მტკიცებულებების გარეშე და ცრუ მოწმეები ციხეებში გაშვებული აი ამ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ნატა იმ დღევანდელმა დღემ რატო გაგიჩინათ ეს განცდა, აი კოლექტიური სადიზმი, რომელზეც თქვენ იმიტომ რომ 12 საათამდე ხდება ხოლმე პრინციპში პატიმრების გამოშვება. მე 159 ადამიანის, რომელიც განთავისუფლეს და რომლებიც სახლებში დაბრუნდნენ, იმათზე ხო არ არის საუბარი, ისინიც ისეთივე ბედნიერები არიან და იმათთვისაც ის 19 იანვარი იყო და დიდი ბედნიერება იყო და მართლა ზეიმი იყო და ოჯახებში და დედებში ნუ არ ვიცი, ბედნიერები იყვნენ. ხო იმათ ეწვიათ იმ 159 ადამიანს ეწვია ბედნიერება, ხო? მაგრამ როდესაც 12 საათის შემდეგ ჯერ კიდევ არ გაქვს გამწვე, აი ეს არის წამება. ეს არის წამება, რომ მთელი 24 საათი ადამიანებს არ ეუბნები, რომ ეს თქვენი შვილები არ არიან, სხვისი შვილები გავათავისუფლეთ. ხო, აი ამაზე მაქვს, ამ მონაკვეთზე. თორემ მოლოდინი შეიძლება არც არავის არ ქონდა 1%-იც კი, მაგრამ როდესაც თქვა ზურა ჯაფარიძე მაისურში გამოუშვეს, დილის 7 საათზე და აი ასეთ ამინძზე ხა რაც გადის კადრები, ასეთ ამინდში შეიძლება რაღაცა 0.01% არსებობს რომ შენი შვილი გამოუშვან. რა თქმა უნდა, თბილებით მიდიხარ იქ და იცდი, იმიტომ რომ შეიძლება მაისურში გამოაგდონ გარეთ. ამას რომ 24 საათი აი ამ ყინვაში დგახარ და ელოდები იმ რაღაცა 0.01%-ს ან შეიძლება სულაც არა გაქვს მოლოდინი, ეგ არის სადიზმი. ხო, რა თქმა უნდა, თან ადამიანები ასეთი დასტრესილი, უდანაშაულად გამომწყდეული ოჯახის წევრები ყავთ. თუმცა ამათ არ ქონიათ ეს მოლოდინი, მართლა არ ქონიათ. და არ ელოდებოდნენ, უბრალოდ სადღაცა მაინც აი არ გიძლებს გული და მიდიხარ რომ რაღაცა ჩანთაში ჩადო თბილი, ქურთუკი, ქუდი და ხელთათმანი რომ გამოუშვან, არ გაიყინოს და სახლში წაიყვანო. და ისე აი ამ დაძაბულ სიტუაციაში უკიდურესი კრიზისია ხო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და რატომ არ უნდა მოუნდეს ქვეყნის მართვის სადავეებს ვინც მყრობს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და მათ წარმომადგენლებს კრიზისი განმუხტოს და აი ხო თუნდაც ნათლისღება გამოიყენო იმისთვის რომ განმუხტო ეს კრიზისი და გამოუშვა გარეთ შენ ხომ ყველაზე კარგად იცი რომ მტკიცებულებების გარეშე ხავს ხო დაჭერილი კი მაგრამ მე მგონი სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროა ის რომ ის რაც სიძლიერის ნიშანია
ის გონიათ სისუსტე. აი ეს ძალიან სამწუხაროა. რომ რაც სიძლიერეა, შეცდომის აღიარება, სიძლიერეა ბოდიშის მოხდა, ანუ ეს ძლიერების გამომხატველი ის არის, ხო? ერთი ნაბიჯი უკანაც კი, როდესაც რაღაცა დაპირისპირება არსებობს, ისიც სიძლიერეა. და როდესაც შენ ეს არ გონია და პირიქით მიდიხარ ამაზე, რომ არც ერთი ნაბიჯით პირიქით გადაუვლი და რაღაც ეს ჩემთვის სამწუხაროდ სურათი არის ესეთი, რომ სუსტი ადამიანების მიერ ძალაუფლების გამოყენების შედეგად ძლიერი ნაბიჯები, ანუ ესეც შეთხზული სიძლიერეა რა. ხო, გეთანხმებით, იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად ყობახიძე საუბრობდა დებატების დაწყების აუცილებლობაზე და უბრალოდ ჩემთვის ფიქრობდი, რომ თუ შენ რაღაც ოდნავ მაინც სიტუაციის გაჯანსაღებაზე ფიქრი მაინც თუ კი გაწუხებს, როგორ შეიძლება რომ მაგალითად არ გამოგეყენებინა თუნდაც შეწყალების ის დღე და ბოლოს და ბოლოს მართლა გამოუშვი რა, ტყუილა დაჭერილი ხალხი აკარგინებ წლებს, აკარგინებ თავისუფლებას და სისასტიკე მეტი რა არის, ხო გაყინული დედა, რომელიც დილიდან შუაღამემდე დგას ციხესთან და რომელსაც მართლა არ ჯერა რომ შენ შეიწყალებ, მაგრამ იმასაც არ ეუბნები რომ თქვენ არ გეხებათ ეს წადით, სხვა სიაა, თქვენ ეს არ გეხებათ. განცდა როგორი გაქვთ ნატა, აი პროტესტიდან ამ 400 დღეზე მეტი არის უკვე გასული პროტესტის დაწყებიდან ამ წუთამდე და უფრო მძიმე და უფრო აუტანელ რეალობაში შევედით ჩვენ, იმიტომ რომ ეხლა უკვე დღის წესრიგში დადგა ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანები შეიძლება ციხეში გაუშვან და მაგალითად ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ხინვალში ყავდათ დატყვევებული და მაშინ ოცნების ლიდერებისთვის შესანიშნავი ექიმი იყო და რაღაც არიშურებდნენ მის მიმართ საოცარ შეფასებებს და ეხლა შეიძლება ციხეში ჩასვან, იმიტომ რომ იდგა ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. აი როგორია თქვენი განცდა, სადამდე მივედით პროტესტის დღიდან ამ წუთამდე და მოლოდინები როგორც მოქალაქის და განცდა როცა გეკითხებით, აი რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობ დღეს ჩვენ, როგორია სამუშაო დღე ერთი ადამიანებისთვის, ვინც ასე იყავით სულ მთელი ამ პროტესტის განმავლობაში ჩართულები? არ ვიცი, რაღაც ადამიანს მაინც ალბათ სანამ სუნთქავს რაღაცა გადარჩენის ინსტინქტი აქვს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გზას გავდივართ მიუხედავად ყველაფრისა. იმიტომ რომ აი ჯერ ერთი რაღაც გამომუშავება ხდება რაღაცის, ხო? ანუ რაღაც აცრასავით არის, ხო? ვაქცინაციას გავდივართ რაღაცას ცნობს მერე ორგანიზმი, აღარა გაქვს უკვე რაღაცაზე რეაქცია. ან ვთქვათ გამომწვევ მიზეზებზე, ანუ სად არის მე თვითონ ძალიან ხშირად ჩემ თავს უსვამ კითხვას, რამდენად მართალი ვარ, ან სწორი ვარ და სულ მაინტერესებს. ძალიან ბევრი შეცდომა არის ალბათ აქეთ მხრიდანაც დაშვებული და ძალიან საინტერესოა რა მომავალი გვექნება, იმიტომ რომ ეს სულ გაკვეთილებია, ეს ყველაფერი ტროტუარზე დგომის აკრძალვაც გაკვეთილია. და ამასაც თქვათ რაღაცნაირად გაუძლებთ და ანუ შემდეგი რაღაც არის უკვე აი აღშფოთებასაც აღარ იწევს უკვე ეს, იმიტომ რომ უკვე ნაცნობია ორგანიზმი ამას ცნობს. და ვფიქრობ, რომ ამდენი საუკუნე ეს ქვეყანა არსებობს და ნეტა კარგია თუ ცუდი აღშფოთებასაც რომ აღარ იწევს, ჩემს თავსაც ვიჭერ ხოლმე რაღაცეებზე, თითქოს რომ მიეჩვევი და თითქოს რომ ჩვეულებრივ ამბად იქცევა ხოლმე სინამდვილეში ძალიან მძიმე ამბავი. არა, ჩვეულებრივ ამბად არ იქცევა, უბრალოდ რესურსი ალბათ რაც გაქვს, იმ რესურსს აღარ ხარჯავ ამაზე, იმიტომ რომ ეს უკვე ნაცნობია, როგორ არა, არ ეგუები ამას, მაგრამ აღარ რეაგირებ ისე, რომ აი ვთქვათ შეიძლება გადაყვე რაღაცას. აღარ გადაყვები ამას, არ ეგუები, მაგრამ შენი ენერგია არის მიმართული იმაზე, რომ რაღაცა მივიდეს ბოლომდე და რაღაცა გაიტანო ბოლომდე რა.
გააქვთ იმედი ბოლომდე მისვლის ამ ბრძოლის? მე მგონია რომ დემოკრატიაც ეს არის ის სახელმწიფო რომლის მშენებლობაც გვინდა ეგ არის რომ ყოველდღიური ბრძოლა არის ხო ეს კონკრეტულად ქართულ ოცნებას არ ეხება შემდეგიც ასეთივე საბრძოლველი გვექნება იმიტომ რომ ყოველ დღე უნდა თუ გვინდა ის ქვეყანა თუ არა და დიქტატურაში ისვენებ დიქტატურაში შეგიძლია წამოწვე და ყველაფერი აწყობილი იქნება არავინ არაფერს არ კითხავს და არაფერზე რეაქციის უფლება არ გექნება მაშინ არჩევანი უნდა გავაკეთოთ აქეთ, რომ ვიცხოვროთ დიქტატურაში. თუ გვინდა დემოკრატიაში, მაშინ დემოკრატიაში არავინ არ ისვენებს. ეს არის შრომა დაკაპიწებული ხელებით, და ესე უნდა დავიკაპიწოთ და ჩვენს მერე თაობებმაც აშენონ და აშენონ. იმიტომ რომ ამას სულ პულსზე უნდა ხელის დაჭერა, რომ არ გაიპაროს რაღაცა, იმიტომ რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი ერთად, ანუ ლიბერალურ ღირებულებებს ყოველთვის დემოკრატიის ხარისხით უნდა ამოწმებდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც შეიძლება გადაიზარდოს დემოკრატიის ნიშანწყალი როგორც ჩანს, უნდათ რომ შემოიტანონ თავიანთ არსებობაში სამთავრობო სავარძლებზე და დღეს კობახიძე საუბრობდა რომ დებატებიო გჭირდებაო და ეხლა თქვენთან დებატებს ნამდვილად არ გულისხმობდა არც ჩემთან ალბათ და არც სხვასთან თავის ოპონენტ განვაზოგადე ხა უბრალოდ და უბრალოდ პოლიტიკოსებთან დებატებს გულისხმობდა, მაგრამ აი რას ეტყოდით მათ, რომ გქონდეთ ამის შანსი, რომ რატო ნორმალურ ქვეყანაში და მართლა ნორმალურ პირობებში საზოგადოება რატომ არ უნდა ელაპარაკებოდეს, ხო? მათ შორის ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. ჯერ პოლიტიკოსები დასხდნენ ერთმანეთთან და იდებატონ, იმიტომ რომ მე თვითონ როგორც აი მოსურნეს მრავალპარტიული პარლამენტის მომავალში ძალიან მაინტერესებს როგორი მოდელი შეიქმნება, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტი ნიშნავს ამას, რომ უნდა დასხდნენ და რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანმა ერთი მე წარმომადგენს, ერთი თქვენ წარმოგადგენთ და ასე შემდეგ, როგორ დაალაგებენ ქვეყანას, როგორ აენაზე ისაუბრებენ და გვაჩვენონ ამის დასხდნენ პირისპირ ქუჩიდან კი არა, აი პირისპირ დასხდნენ და ერთმანეთს ესაუბრონ. გაქვთ ამის მოხმოილება როგორც ხო, მე მაინტერესებს როგორი იქნება წარმოდგენა მაინც რომ მქონდეს, როგორი იქნება არ მომწონს ეგეთი პარლამენტი, იქნება ის რაც მგონია რომ ვთქვათ კარგია ამ ქვეყნისთვის მრავალპარტიულობა და განსხვავებული დაპირისპირება იქ სადღაც შენობაში იქნება იმას შედეგი არ გამოაქვს, ჩვენ ხო ეს არ გვინახავს. ჩვენ ხო ეს არ ვიცით. დაბა ვნახოთ, მაშინ დასხდნენ და იდებატონ. ჩვენი აზრი მათ რო არ აინტერესებთ, მე მგონი არც ერთ მხარეს, ეგ ზუსტად ვიცი, მაგრამ დასხდნენ და ისაუბრონ. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. დღეს თქვენს რომ deep state-მა აკრძალა ჩვენი აზრი არ აინტერესებთო, როცა ბრძანებ თქვენ ახლა მაგაზე ჩემი რეპლიკა ერთგვარი და ამ დროს deep state-მა აკრძალაო რომ დებატი არ არისო და ამ დროს სინამდვილეში ეს იყო მათი გადაწყვეტილება, ბოიკოტი მედიას, ბოიკოტი ოპონენტებს, ბოიკოტი საზოგადოებას, ეგ არის ყველაზე რთული. მე მგონია რომ საზოგადოებასთან წვდომა დაკარგეს და ამიტომ დაუდგათ ეს დღის წესრიგში. იმიტომ რომ ქვეყნის სათავეში არიან ეგენი, ხო? მოვწონვარ, მე თუ არ მოვწონვარ, მე ხო გადასახადებს ვიხდი. რა თქმა უნდა. მე ხო ამ ქვეყნის, ანუ მეც ვიღებ ამ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობას, ხო? გადამხდელი ვარ. და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ამ შემთხვევაში შეიძლება არ წარმოადგენდნენ ჩემ ინტერესს იქ სადღაც, მე უნდა გამითვალისწინონ როგორც ერთი მოქალაქე. და ეს არ ხდება. რაც არ არის სწორი. დაკარგეს წვდომა საზოგადოებაზე და ეს ისე თვალნათლივ ჩანს და ერთ კითხვასაც დაგისვამთ, აი თქვენს წრეში, თქვენს სამეგობროში იყვნენ ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები, რომლებსაც მაგალითად კითხვა გაუჩნდათ და დაგისვეს კითხვები, რომ რა საპროტესტებ, რატომ დგეხარ? კი. მოიტანა გაფუჭება ურთიერთობების ადამიანური თქვენმა პოზიცია. არ ვიცი. რაღაცები დისტანციები გაჩნდა კი. კი. აი მე აი ამ რეალობის მოტანილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება ეგ ხო, მაგრამ მგონია, ეგ ეგ დისტანციები და ხიჩატეხილობა. ხო, ნუ აღდგება ალბათ.
ალბათ როცა ნახავენ რომ ჩვენ არ ვართ მტრები ამ ქვეყნის და პრინციპში სავარაუდოდ ერთი და იგივე გვინდა რომ ეს ქვეყანა კარგი იყოს, უბრალოდ სხვადასხვა გზით ვხედავთ ამ მომავალს. მე მაინც მინდა მჯეროდეს რომ ერთნაირ მომავალზე ვფიქრობთ. მადლობა ნატა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. იცით როგორი მნიშვნელოვანია თქვენი ხმა და